გამარჯოს ბიჭებო. მადლობა. ბარევძეს, გენოცვალე, როგორ ახარ? მოგესალმებით მეგობრებო და გილოცავთ. ჩატარდა ევროვიზია 2025, სადაც მოიგო ავსტრიამ. ჩვენ და ავსტრიას ვართ. რამ გაყო ჩვენი წარმატება? შემოვცხი. როგორც საკუთარ ისე ვიხარი ავსტრიელი. საერთაშორის გული დამწყდა, ჩვენი ამა რომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ რადგან ევროვიზიაზე მამრობითი სქესის ბიჭმა მოიგო, აღარ დავიწყე. ისიც ავსტრიელი არისო, რამდენიმე წლის წინ რომ მოიგო, წვერებიანმა ქალმა. კონჩიტა. ხო ასე, კი ბატონო. გასკდა სიცილით მაშინ მთელი ქვეყანა. მე რა მიკვირს იცი? წვერებიანი ქალი თუ ასაცილო, გაპარსული კაცი რატო არა? რომი უყურებ გალუნიებამდე შევეცლიო. ასე იყო თუ ისე, ჩვენ გამოსვლით ევროვიზიაზე კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ თავარია მონაწილეობა. ფეხბურთი მაინც იყოს, ვიტყოდით მსაჯმა წაგვაგებინაო. არა უშავ სამაგეროდ, საბავშვო ევროვიზია მოვიგეთ რამდენჯერმე და ჩვენთან ტარდება შემდეგ. გადასარევი ამბავი. ასე რომ მალე გაივსება საქართველოს ტურისტი ბავშვებით. ბავშვებისთვისაც კარგია და ტურიზმისთვისაც. ჩვენ შოუში დოლგარმონზე უღრავს და გეიმის გამსხობაზე გვაღენებს გზაურელები და გიორგი შოშიტაშვილი. თბილისში ლეგენდების მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბარსელონას ლეგენდების წინააღმდეგ. გაგეცინებათ და ბარსელონა მოგვიგო 3-1. ანუ ბარსელონელებმა გოლებით ამოგვავსეს და ჩვენ ორმარილი. რა თქმა უნდა. სტუმრები კმაყოფილები და გასუქებულები გაუშვით. ისე რას დავაკვირდი, იცი? ჩვენზე დიდი ღიპი არც ერთს არ ქონდა და ჩვენ რატო არ მიგვიწიეს ნაკრების თამაშზე? ჩვენებზე ამბობ. აბა ისინი ისე დაარბოდნენ, მე მგონი ახლაც ნაკრებში არიან. თუმცა ძალიან მაგარი თამაში იყო, პირველად ვუყურე ისეთ თამაშს, სადაც ორივე გუნდის გოლი მიხარობდა. ისე რა უცნაური კვირა იყო, არა? დათო იალიკლიკაძე ბარსელონაში იყო და რონალდინიო თბილისში. აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ლოგოზე შესაძლოა კვარას სილუეტი გამოსახვა. ბრავო. კვარას სილუეტი, ხო? და რომელი გააკეთება არ მახსოვს ერთი როგორ არის? ვიცოდი, ის ფეხიზე. ნუ ჩემი სილუეტი არ წავა, მაგრამ დაახლოებით ასე. სანამ სანამ არ გამომერუება, ისარო არ გავანები მტავს. კარგი, ისე თქვი მაშინ სიტყვით. ლაბის ნატურა რო გამოცვალა ფეხით, აი ამ სილუეტზე გელაპარაკე. აბა, იფრინა ფაქტობრივად. მე მგონი, რომელიმე ავიაკომპანიამ რო გამოიყენოს ლოგო, მაგათაც მოუხდება. ისე საფრანგეთის მსგავსად იტალიის სერია A-საც უნდა გაეკეთებინა კვარას სილუეტიანი ლოგო. აი, რომას რომ შეუგდო და ასე რომ ქნა ყურები. აი ეს. ყოჩა კვარა რა. იტალია მოიგო, საფრანგეთი მოიგო. მოკლედ ეს ბიჭი სადაც წავიდა, ყველგან თავისი კვალი ან სილუეტი დარჩა. ბრავო. კვარა, მიყვარხარ. მართლა ყოჩა კვარა, მაგრამ მარტო ლოგო არ მაკმაყოფილებს. მანამ არ გაჩერდე, სანამ საფრანგეთის ჩემპიონატის ჰიმნი სისატურა არ გახდება, აბა, როგორ გიდა? გიქნება კარგი. კარგი, კიდე ერთხელ კვარას მადლობა და ახლა კი რინგზე ავიდეთ. ცოტა ხნით ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა. დავშე. მართალია ოლივეირა ბრაზილიელი, მაგრამ ოქტაგონში ჩვენია პელე. ბატონო, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ილია ოლივეირასგან ოლივიეს გააკეთებს. წინებთან შედარებით ეს ისეთი მარტივი მეტოქია, ამის მერე ვისხდება, მე ის უფრო მაინტერესებს. არა და ოლივიერა არაა ცუდი მებრძოლი. თანა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. კიდე შეეძლო, მაგრამ ილიას დაეჯახა მაინდა-მაინც. აი ეს.
მართალია, ვისაც რა გამოსდის კარგად, ის უნდა აკეთოს. აგერ მაგალითად, ჩინელებმა წარადგინეს ინოვაციური პროექტი. ისინი უკვე 28 საათში 10 სართულიან კორპუსს ააშენენ. დიდი ამბავი ეხლა. ჯერაც საათში ააშენენ 28 სართულიანი კორპუსი და მერე იბლატაო. მე თუ მკითხავს ზარმაცები არიან ჩინელები. დავად 1-4 საათის და წამოჭიმე ბარებ 16 სართულიანები. რატო კარგავს სივრცეს? მაგრამ გაქცევაზე არიან სახში. არაუცნაური ხელოსნები ხარ. დროში გაწერვა კი არ იციან. 2 დღეში გიკეთებენ რემონტს. აი პირდაპირ. აბა ჩემი ხელოსნები არიან, ხელოსნები. ჯერ მარტო 2 დღე მოსვლა დააგვიანეს და მერე 2 კვირა პლინტუსს აკეთებენ. ვედავთორე. ასე უძე პლინტუსი. იცი რა, აი მასე თუ გააგრძელეს ჩინელებმა, მალე ალბათ დიდ დიღომში რო შენდება, იმაზე სწრაფად ააშენებენ კორპუსებს. გეხმარებით, გთხოვთ გემოდარებით. იქნებ როგორმე ჩვენი მშენებლების ყურამდე არ მივიდეს ეგაბავი, თორემ მერე ნახეთ დიდ დიღომში ბინების რაოდენობა. მოკლედ ესენი რა ტემპითაც მრავლდებიან, შენებითაც იმ ტემპით აშენენ. აცია გინაცვალე, იბოუშეს ხოვდა სახლი. აი ეგენი ასევე ასაო ტემპით იზრდებიან. ეს სწრაფად აშენება კარგი კია, მაგრამ განვადების მხრივაც ცუდი. მშენებარეში ფულს რო შეიტან, რამდენიმე საათში კი უნდა დაფარო უკვე თხა და რაღა მოვა. ორმოცი დამთავრდება. ხო, ორი წელი რო იმედი გაქვს და გადასახდელი გაქვს. აღმოჩნდა რომ ინოვაციებს ცუდი შედეგებიც მოაქვს. აბა რა ხდება? თუ არ გჯერათ, პატა გეტყვით შემდეგ ნიუს. Chat GPT-ის მკითხაობის შემდეგ საბერძნეთში ქალი ქმარს გაშორდა. აი ვიცოდი რომ საკაცაც მოხდება. აი ესე ხელოვნური ინტელექტის რო უფრო გჯერა, ვიდრე ქმრის, კი უნდა გაშორდე. ლოგიკურია. ლოტკინელ და ყარაჯალელ მკითხავებს უჯერებდნენ და ამას რატო არ უნდა დაუჯეროთ, თვითონ მე ვერ ხვდები. არ ვიცი, მე მკითხავების, მჭხრევებისა და Chat GPT-ების არ მჯერა გენაცვალოთ ჩემი თავი. ფაქტია ძმაო, უთხრა ქმარი ღალატობსო. ეგ კი არა, Chat GPT ცოტა დაავადე და გეტყვი ვისთანაც ღალატობ თუ გინდაო. ქმარი თურმე იქით იგირებოდა ჩემი ნაყიდი ტელეფონით მაინც არ მიგეწევა ხელოვნური ინტელექტისთვის რა ხდებაო. ისე სად იყო ხელოვნური ინტელექტი ჩვენთან სადგურის მოედანზე რომ დადიოდა ბოშა Chat GPT. მოედა ბიჭო ხელის გულზე გიმკითხაო ან კაბაზიან კარწეო რომ მეორე ბორიაკად დაი. კი ბატონო, იხურე შენ და იმ დღეს ჩვენს გოგიაზე ვკითხე Chat GPT-ს. როდის მოიყვანს ცოლთქო და ოღონდ არ მითხრა და სხვა რაც კიდე მკითხეო. დაიბნა დაერია რაღაც იეროგლიფები გამოვარდა. Chat GPT-ს მარტო ჩაჯი იყო დარჩენილი. ჩაჯი. გოგიებას რა ქნას, კაცო? უყვარს გას თავისუფლება. და არა მარტო გოგიას უყვარს თავისუფლება. ნიუ-ორლიანის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ. კი ბატონო, უნიტაზი გამოგლიჯეს და იქიდან გავიდნენ. თან იქვე წარწერა დატოვეს. ეს ძალიან ადვილი იყო. ვისაც შეგრულობა არ აწუხებდა, ყველა გაქცეულა ამ ციხიდან. მარტო ერთი პიროვნება დააკავეს. აი ბოლოში ვინც მიძვრებოდა. იმანატეხა ყველი დაბანებენ თავი სატექნიკი ვარო. მოდა ახლა მთელ ნიუ-ორლიანში ეძებენ ადამიანს სასიამოვნო კალიგრაფით და არასასიამოვნო სვეტით. ისე უნტას რომ მოთხრი და გაძრები, მე როგორ უნდა მიხვდეს, საით წახვიდე, აი არ ვიცი. არაფერი, უნდა დაელოდო ჩემოვა და ჩარეცხავს ვიღაცა ზემოდან და საგიყვას თვითონის. ალღა. და ბოლოს საფრანგეთის ულამაზეს ქალაქში კანში მიმდინარეობს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი. მად უნდა ვიყო ახლა, მაგრამ რა მინდა, რა ვიცი. რატო გადაიფიქრე, რა გინდა რა? ზედმეტად მოცლობითი და გამჭვირვალე კაბების ჩაცმა აიგრძალა და გამჭვირვალე კაბები თუ აიგრძალა რა გინდოდა მართალია კინო ტელევიზორშიცაა და კინოფესტივალია ესო და კინოს უყურე ძუძუებს კი არაო კაცო ესია ეს ის რა გინდა კაცო შენ იქნება მე არ მაინტერესებს კინო რა ვიცი კინოცვალე ისე გამოგვიდათ ორგანიზატორებს ისე ქენით კანის კინოფესტივალზე კანი არ გიჩანდეთო არ უხდება ხელა კინოფესტივალს შეზღუდვები
ეს აგრძალეს, ის აგრძალეს. აბა მარტო თეთრი პერანგი და შავი შარვალი თუ დატოვეს, კანის ფესტივალია თუ ბოლოს არ. კი ბატონო. ჩვენც ხო ავგრძალეთ ერთ დროს სტუდიაში შიშველი ჯდომა და იმის მერი არიან ქსოვრები გამოწყებილი. თორე, არ გახსოვს როგორი ტატლაპინები ისხდნენ? და კერ ხოლოდ შედან. უბრალოდ კერ შედან. ჩვენ შოუში დოლგარბოზე უკრავენ და გეიმის განწყობაზე გვაღერებენ ჩაცმული ქსოვრელები და გამობრანჯული გიორგი. შეგიტან. მადლობა, დღეისათვის სულ ეს იყო. ერთი წუთით ჩემო პატა. დაიცა ჩემო მეგობარო. ჯერ არაფერიც არ დასრულებულა. თავარი თემა ბოლოში მოვიტოვებ. დღეს 22 მაისია. 22 მაისი, ანუ პატა გულიაშვილის დაბადების დღე. მე ვითომ არ ვიცი ეს რომ უნდა ეთქვა და იცე გამიხარდება. მოკლედ ჩემო პატა, სული და გულით მინდა მოგილოცო დაბადების დღე ჩემო კარგი. დარწმუნებული ვარ, რასაც იქნება, მაგრამ მოდი ახლა რო არ თქვან რომ ერთმანეთს ლოცავენ, დადგნენ და საშუალება აქვთ, ვისაც დღეს აქვს დაბადების დღე, ვისაც გუშინ ქონა და ვინც ვიცით და ვისაც ხვალ ექნება. და ხვალ ექნება ერთ უმაგრეს ადამიანს ჩვენს გურამის ოქროკაც. გურამ, გილოცავ, ჩემო კარგო და მოვდივარ ჩემთან, აბა შემიძლია. პატარა სურპრიზიც გვაქვს, რომელშიც გიორგის დაგვეხმარება. გიორგი, გისმენ ჩემო კარგო. ამა გიორგი პირველ რიგში მეც უერთდები ამ მილოცვას, გადმოვა ხო შეიძლება. მოდი, აბა რა უნდა. დიდი სიყვარული. შეგენაც. ვიტომ არ ხარ დამყოფი ჯერ. კაი საჩუქრებით, სამან. მოკლედ მეგობრებო, პირველი საჩუქარი მინდა რომ მე გავაკეთო ეხლა. ჩემ ბიჭებთან ერთად რა თქმა უნდა. აბა, ხო გახსოვს სიმღერა რო დავიწყეთ მე და შენ რამოდენიმე ხნის წინ. ძალიან კაი სიმღერა სხვათა შორის. ხო და ზუსტად შენ დაბადების დღისთვის დავამთავრეთ და ეს სიმღერა დაიბადა შენს დაბადების დღესთან ერთად და ამ სიმღერით მოგილოცავთ დაბადების დღეს. ენაცვალე მეში. ჰელიო. კარგი. გამე გავათედე მაგის არანჟირებაში. კარგი, მოდი ის გადამჩენია, მადლობა გითხრა თქვენ შემოქმედები ჯგუფს ყველას, ვინც ჩვენს გარშემო, ვინც გვეხმარება, რეჟისორებს, ოპერატორებს, სუფლიორებს, რა ვიცი, ყველას ტექნიკურ სტაფს და ვიმღერებთ ამ სიმღერას და მე განვაგრძოთ ჩვენი გადაცემა. მე ვნახოთ რა იქნება. წავედით. Is gznoba me gulshi shemovinache shenitwa
ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო. ახლა ჩვენს შოუში სტუმრის ჯერი დადგა და ვინ უნდა მოგვეწვია სტუმრად. ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და როგორც იქნა დავითანხმეთ. ვინ თუ არა დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმარი, იუბილარი პატა გულიაშვილი. აბა ოვაციები სადარი აპლოდისმენტები არ მესმის აქ. ესე იგი არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ ახლა ამას, მაგრამ ნამდვილად ვნერვიულობ, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ვერ ვიპოვეთ სხვა სტუმარი. და რაღაცა არ ვიცი რა უნდა ვილაპარაკო და რა მოამზადეთ. და სხვათა შორის ჩემი მხარე ჯობია თურმე აქედან ჯობს. და რაც უფრო ახლოს ვიქნები მოძმეერთან განსაკუთრებით ჩემთვის სასიამოვნოა. მადლობა ბიჭები. მოკლედ, პატა გულიაშვილი გახლავთ ჩვენი დღევანდელი შოუს სტუმარი, სხვათა შორის პირველად უპრეცედენტო შემთხვევაა, ესე პირველად არის ამ შოუში სტუმრად ჩემ პატა. მოკლედ, დღეს დაბადების დღე გაქვს ჩემო კარგო. ჩემო ძმაო, მეგობარო. არიცი კალენდარს ვეძებდი, რომ აი მაგალითად რანაირად მოხდა თქო, რომ ხუთშაბათი დღე დაემთხვა. სულ არის ხოლმე სამშაბათი, ოთხშაბათი, ესე რა. და აი ხუთშაბათი დღე როცა ეთერში გასვლის დღე არის 2053 წელს თუ 2 წელს ემთხვევა კიდე. ასე რომ არ შეგეშიდეთ მუშაოთ ბიჭებო მთელი წლები წინა გვაქვს. მე რო დაემთხვა ვინ იწვალა? აი ამაშია საქმე. მაიას ტომებიდან მოყოლებული კიდე შევასწორე კალენდრები და რა ვიცი მე. შეგენაცვალე, მოკლედ დაბადების დღე გაქვს დღეს და შენ ირგვლივ მოდი ავაწყოთ დღევანდელი ჩვენი. მე რა ძნელი ყოფილა აქ. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ეხა პატა თელაველი კი ხარ, მაგრამ დაბადებული ხარ ლაგოდეხში. დედა იმერელი. სტუდენტობის დროს ცხოვრობდი რუსთავში. ახლა ცხოვრობ თბილისში. ამ პატარა ტურნედან ხო არაფერი გამომჩა. ჩემი დაბადება არის საოცარი ამბავი. თურმე როცა დედა ჩემზე ყოფილა ფეხმძიმე, იმ ბედნიერ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის 22 მაისის გამთენიას დავიბადე სხვათა შორის. ეს და საათი თუ არ ვცდები 4:11 წუთი სადღაც ესე 4:11 წუთი ესე მიყვა დედაჩემა მე ვერ დავეთანხმები არ მახსოვს და ნუ შეიქნა ერთი ამბავი პირველი ვაჟი ევლინება ეხა გულიაშვილებს და აღმოჩნდა თელავის სამშობლოა რომ დახურული სარემონტო სამუშაოების გამო სხვათა შორის მე რომ დავიბადე იყო მიწისძვრა ლაგოდეხის მხარე იყო ეპიცენტრი ეს რაღაცა ნიშანია რომ ისეთი იბადება ადამიანი რომ ვიწაიძრა მამაჩემა ი ბევრი ფიქრი არ დაჭირვებია გურჯანში ხوار გავჩნდებოდი და გამაქანა ლაგოდეხში ხოდა გაურბინეთ გურჯანს და დედაც ყოჩაღად მოიქცა და მოვევრინე ძალიან კარგი ბავშვი ყოფილა საყვარელი ო კი რაღაცა ის ფილმი გამახსენდა ხო იცი დაუბადებულო არ სოფელს ხვიტოს აი ეს მოხდა და თუმცა ეხლა ეს ყოველთვის არის ხოლმე გამოცანა ჩემ ნიკოლოს ყველასთვის იმიტომ რომ კახელობ როგორ რა მარტო ერთი 150 მეტრი 800 მეტი გაცვეთილი მაქვს რომ აი ამდენი კახელი და კახეთი ორი აბზაცი არ არის რომ არ იყოს კახეთი არ ვახსენო და უცბად ვინმე მოვა ლაგოდეხელი გამიხარდება და იცი მე ლაგოდეხელს ცოტა ალმოცერად მიყურებენ ხოლმე რა ტენს ლაპარაკობენ რა ის უცბად შემოვა ვინმე იმერელი თერჯოლის რაიონი არ არის სიმონეთიდან ვარ წამოხტები ეს ხალხი დავასენდა ჩემი სიმონეთი რანაირად კაცო თელავი დედა მყავს კაცო თერჯოლის სიმონეთი კლდიაშვილის სოფელი შეგენაცვალე გადასარევი შენი ჭირიმე ჩავალ სამეგრელოში
თქვენგენა ჩემი დიდი ბებია ყოფილა მეგრელზე გათხოვე. აი შეგენ კაიგაცი შევიძი აფერისტი ხო რა ხაზე სადახა სადაბოდიამე და ისე ლაგოდეხში გავჩდი ჩემი ახლო ბაბუა ჩამოვიდა არც თავადისთვის მოუჭრია თავი არაფერი სივიდი მოდიოდა თურმე გადასარევი დააწვა საჩხერის რაიონის სოფელი ცხამიდან არის გვარი დააბოლოდო სამ საჩხერეს ძალიან ხას უსმევ და ჩამოვედით იქიდან ჩამოვედით ლაგოდეხში გადასარევის სიმინდი მოვიდა ორი თვალი სახლი წამოუჭიმია და მე კი გადარჩენილი ვარ მას პავლე ერქვა მე პატამ ქვია სიბერეში არ ვიცი რას დავიძახებთ ეხლა უკვე მე შევდივარ მაგაში პავლო ესკობარი ლაგოდეხი პავლე მოკლედ ეს ავადგინეთ ახლა ყველაფერი ნუ რა ვიცი ანუ არ ვიტყუებით ხო რა მაგის ხო ამ დაბადების დღეებიდან აი 27 დაბადების დღიდან რომელიც ახლა შეგისრულდა რომელიც გამოარჩენდი განსაკუთრებულად ნუ პირველი ნახევარი ახლა მესმის რომ შენი ნუ მე მაშინ წლები კახეთში გატარებული რა ბავშვობა და 16 გაჭიმული 16 წელი ხო რო შევადარ სამი სკოლა გამოცვლილი არ ვიყავი კარგი მოსწავლე ალბათ როგორც ყველა ახლა არც ისე იცი რა ისტორია უფრო მიყვარდა ვიდრე არაფერი არ მიყვარდა თეატრის მათემატიკაში გლიჯავდი ყველაფერს ხო ტექნიკური საკითხები არ იყო ჩემი რაღაცებს რომ ამბობენ ხომ არაფერს არ სწავლობდი მიყვარდა თეატრი ძალიან მაგარი იყო უბრალოდ არ იყო იმის საშუალება რომ ისტორიაში არ ჩამეხედა იმიტომ რომ ასეთი მეფის ქალაქიდან ვიყავი და ვცდილობდი რომ ბევრი რამე მცოდნო და მის შესახებ იმიტომ რომ დღემდე მიამაყება და შესაბამისად ლიტერატურა განსაკუთრებით იმიტომ რომ მე პიესები რომ განაწილდებოდა უხერხულობის შეგრძნება არ მქონოდა რომ არ ვიცი ესა თუ ის პიესა და შესაბამისად განვითარება უფრო მაგეთ მოხდა თორე მიამატე გამოვაკელი ხერფასზე ვისწავლე ეგენი და 10-ის ფარგლებში ვარ მიდაკითხა ჯერ კიდე ხო და მინდა აღნიშნო ეს ხელმძღვანელობის გასაგონად მაინც დაბადების დღე ვაკ რა ვიცი კი ბატონო ამას მე სტუმრობის ბოლოს კიდე გავიმეორებ თუ აი დავიდმე ბაბოჭრას ეს ერთი მეორე რო იყოს ესე ბავშვობიდან გაქვს ექსცენის სიყვარულო ვიცი რომ სულ პატარამ შეასრულე როლი სპექტაკლში ეხლა ეგეც ძალიან კაი ისტორია ჩვენ არ გქონდა სახლი გარდა იმისა რომ აქა-იქა დავდიოდით არ გქონდა ესეთი ცხოვრება იყო და მამა ჩემი შეიჭრა ჭადრაკის სასახლეში და იმის მერე ვიძახდი და ნონა გაფრინდაშვილი ქალბატონი ჩვენი ნათესავია თქო ვიტყუებოდი იქ იყო თელავის თეატრის გვერდით იყო ესეთი შენობა და თქვა რომ მე აქ უნდა ვიცხოვრო და იქ ვიყავით და იქვე ვიყავით რა თეატრთან და იქ რეჟისორი ალექსანდრე კანთარიან უკრი კანთარიან მაშინ თელავის თეატრის ხელმძღვანელობდა და იმ ეზოში ვთამაშობდი ხოლმე 3 წლის ვიყავი ალბათ 1-2 წელი მოგვიწია ეგ ცხოვრება და მე ნუ როგორც ხდება მაშინ კიდე აძლევდნენ ბინებს სამსახიობებს და თქვა რომ დგავო რევაზ ინანიშვილის წყალჭალის ხმებს ეს მამასთვის ვთქვამს და იქ წარმოსახვაში მთავარი გმირის წარმოსახვაშია მისი ბავშვობა და მინდა რომ რაღაცა სტანოქს ეძახიან იქ თეატრალურად უფრო უხდება რა ესეთი შემაღლებული ადგილი არის კიდე უფრო მაღალი უნდა შეხტეს ეს ბავშვი და უნდა იყვიროს და კიჟინა დასცეს თუ შეძლებს ამასო რა პატიკო და ამას ელაპარაკება დედას მამა ესაუბრება და მე უკვე ჩაცმული ვარ ისე მინდოდა ეს ამბავი და მოკლედ ვითამაშე ძალიან წარმატებით 3 წლის ვიყავი და რამდენიმე დღეში თეატრს მოუწია ტალინში წასვლა გასტროლი თეატრალური ფესტივალი ტარდებოდა და 3 მანეთს მაძლევდნენ ერთ გამოსვლაზე 3 მანეთს სხვათა შორის არლიონოკი გიორგი არლიონოკი ვიყიდე მაგფულით ვაგროვები წარმოიდგინე 3 წლიდან რომელ წლამდე ვაგროვებდი რომ არლიონოკი და მეძებს ხალხი დავიკარგე სპექტაკლი იწყება 5 წუთში მამა ჩემი არის თეთრი ფერის და ჩემი არ იყო წამოზული მამა ჩემს ყავდი ჩაბარებული ტალინში გადაანგრიეს თეატრი ბავშვი არ არის იქ არ არის ვაიმე სადმე ხელი ხო არ შეყო დენმა ხო 3 წლისა ვარ რა ნუ გადარეულია რა ამოატრიალეს თელი თეატრი ეს ელი დასი იქაურები აკაურები ესე და
ესე იგი ერთხელ თქვა რეჟისორმა რომ ჭკვიანი და ესე იგი ადამიანს რომელსაც მსახიობობა უნდა 9 საათი არაფერი არ არის 2 საათით ადრე მაინც უნდა იდგეს თავის ადგილას და მე წარმოვიდგინე საიდან შევდიოდი ძალიან ისეთ ნაყოფიერად წავედი და დავდექი და 2 საათი მშიერი საპირფარეშოში მინდა გადარეული გამწვანებული ბავშვი და თეატრის სპექტაკლის ტექნიკურმა რეჟისორმა ქალბატონმა მაყვალა მიპოვა იქ რო ვიდექი უკვე როგორი მოწყურებული ვიყავი სცენას და დამიწყებენ ახლა რაღაცებს ესე იგი ზურგი თაბაქ მოტანილი გენელსა ეს ცნობილი ფრაზაა თეატრალებში საკუთარი ზურგით ახლა შესაბამისად ახლა მე და პატამდე იწლის მეგობრები ვარ და მის ნათესავებს ახლა ბიძაშვილებს ამის ვიცნო და ბავშვობიდანვე იყო ასეთიო რა სულ იწევდა 16 წლიდან ვმუშაობ ხო მაგრამ ძალიან პატარაც რო იყო ახლა ბავშვებს ხო აქ ზოგიერთს კომპლექსი და წეღარო მომოვდი მის ბიძაშვილ ნათესავები და რაღაც მეუბნები ეს კაცო იმერულ ესქიზები შერო აი ფარდას რო გააკეთებენ ადიელისგან და რაღაცა რეიზა და უკრებენ ჩემზობელს იები და ახლობით ასეთი ბავშვი იყო ანუ ზოგს რო ძალით აძალებენ ხოლმე ჩააბარე თეატრალურში რაღაცა ეს ბავშვობიდანვე იყო ზუსტად ბილეთებსაც ყიდდი იქ მოვაწყე მე კაფე წვენები იყო ხო წყალში გადასაზრები ჭიქებს დავაშყავდი ბულკებს ვიყიდიდი იაფად 10-15 კაპიკს მოუმატებდი და ხო არ გონია რომ ბილეთი შემეშვა ესეც უნდა ეყიდა მე ავიდოდი ხან ქალის კაბას ჩამოვიფხატებდი ადიელას გავწე და მიდიოდა ფული მქონდა სადიღო კინოებში პოპკორნი 1000 როგორი მოფიქრებული ბულკი და იუპის წვენები ფათაშორის ძალიან მაგრად გამომდიოდა რა მეცნობილი სიმღერა მაშინ რა მანქანას ვაჩერებ ეგეთი სიმღერები იყო მაშინ წარმოდაშლი აი ესეთი ქორწილების სიმღერები და იმისი მუნჯური გაკეთება აი ტექსტებს ყვებოდი მოძრაობები ამაზე ბილეთი იყიდებოდა აი გლეჯვაი აი შლაგების ვიდეო და ბატონო სოფელ ონანაურში ვიდეო და ლაგოდეხის რაიონი არ დაივნეს ხალხი ბატონო ლაგოდეხის კარგი ახლა მოვიდეთ მაშინ იქამდე რომ მე ჩავარეს თეატრალურ უნივერსიტეტში თავისებად ხო ჩავაბარე ეს ძალიან მაგარი ისტორიაა ესე ყვებოდნენ ბევრ რაღაცებს ამ ინსტიტუციაზე ძალიან შეშინებული ვიყავი რომ შეიძლება ის დაგავალონ ვერ გააკეთებ აი ხო რაღაცებს მოავალებენ რა აი ქუჩის ის უნდა და ვიღაცას ბიჭი გამოსულიყო მეხანძრე პოლიციელი უნდა და ნაყინის გამყიდველი კოსმონავტი აი სულ მინდოდა რომ ყოფილიყავი არტისტი სულ აი მეტი აი როგორ რაღაცა იმქონდა იცი მაცივარსო გამოვაღებდი მაგალითად იდო ლიმონათი ხო და ავიღებდი ამ ლიმონას და გონებაში ვიძახდი მე რო პირველ ინტერვიუს მეტყვი როგორ რასაც მელი გიყვარს ლიმონათი მიყვარს რაღაცებს ვაღე ბავშვი რა მე ხა ეს აქამდე რომ მივიდა ძალიან შემაშინეს რა რომ ვერ ჩააბარებო მისაღებ გამოსთებზე თქო ხო ეგ მინდოდა აი საშინელება იყო რა ითამაში ან ვინი მე გამანციფრა რა მიცი რომ მივედი თქვენს რომ გაიხადეთო გამოიცვალეთო რა ანუ ჩვენთან როგორ არის იცით ცეკვას გასწავლიან პირველ კურსზე ცხენზე ჯდომა ხო მეტყველება თავისთავად გრიმის გაკეთება ფარიკაობა და ეს ელასტიკები უნდა გეცვას ელასტიკების ჩამსვლელი ვიყავი მე მამა ჩემი ცხონებული მელოდება დაბლა ჩამოვედი ვზლუქუნებ მე უთხარი მე აქ არავან მეთქი რატო შვილო რაღაცა ნასწრები ფული წამოვედი კიდე არა მე უთხარი ელასტიკი მან თუ იცლია რავალ მე და მე ჩავაბარე თავიდან ჩემ დროს ვინ იცლიდა და ავედი პირველად დავინახე გენაცვალე არაჩვეულებრივი ერთი ვიყავი ყველა თბილისელი იყო ჯგუფში ჩემი ჯგუფელები ვინ იყვნენ ახლა ვახო ჩაჩანიძე თამუნა ნიკოლაძე ვასიკო ოდიშვილი ნათია ზარნაძე ნათია ნათიშვილი არავინ გამოჩეს ლაფაჩი ნინო მადონა ტეხური და ასე შემდეგ ასე დათოჩიკოვანი ბექა ჩავჭანიძე ლაშა გიორგი პაპუაშვილი ძალიან შემდგარი მსახიობები იყვნენ და მე დამაკლეს ქულა ახლა რატო გაუსი ამას ხაზი რომ ერთი ვიყავი მეთქი რეგიონიდან და რომ მივედი ეთყობა თქვენს ახლა ამას ასე და დამაკლეს ქულა ერთი ქულა ინგლისურში
და ინგლისური საერთოდ ქულა არ უნდა დაეწერა წესით, იმიტომ რომ საერთოდ ინგლისური რო ენა იყო არ ვიცი. შეურაცხყოფილად რო იგზავნა. ხო და ინგლისური საერთოდ ენა რო იყო ისიც არ ვიცოდი. ხო და ეხლა შენო რაღაცები უნდა მოყვეო რაღაცა ესეო რაღაცა ოსტატობაში 10 მაქვს რაც საჭიროა ეხლა და ინგლისურში მაქვს რაღაცა 8 თუ 9. ხო და ნუ მეთქი ეხლა ჩამოვედი რაღაცა ძალიან განვიცადე რაღაცა და მე ესეთი კლოტას ეძახიან ესე იყო ანუ მიზნობრივი ჯგუფი აი კონკრეტულად რეგიონისთვის იყო ხოლმე ქუთაისის ჯგუფი, ბათუმის ჯგუფი, თელავის ჯგუფი, ამის ჯგუფი, იმის ჯგუფი და მაშინ თქვეს რომ თეატრმა თუ მოითხოვა რომ ჩვენთვის გვინდა კონკრეტულად შეგვიძლია რომ დაუშვათ რა. მოკლედ ძალიან მაწვალეს რა. გავიდა ხანი ჩემო ძირფასო დავამთავრე. ეხა მე ხო ვიცი ვინც დამაკლო ეს ქულა. და არის რაღაც მოხდი უკვე რუსთაველის თეატრში არის წარმატებული როლები ბატონ რობერტთან არ ვიცი რა ზღაპარში მოხდი ფაქტიურად იმიტომ რომ აი ეს ლეგენდები ხო არ ვიცი ძიაკახი გურამ საღარაძე ქალბატონი მედიკო ჩახავა რამაზ ჭხიკვაძე აი ხალხს ეხა უყურე კარლო საკანდელიძე მათი ვინც არ არის ყველასული განართოს ღმერთმა უცბად ხედავ აგერ გვერდით არიან რაღაცებს მელაპარაკებიან მოდი აგერ ეს მოგიწრით ძეხვი შეგვიყვანა მე და ცხონებული ნიკუშა კაცარიძე ბატონმა გურამმა და კარლო საკანდელიძემ იმათ საგრიმიოროში მოვხვდით და თურმე ნათლობას ეძახიან ჭაჭის არაყი უნდა არის შემოსული არყები მაგრამ ჭაჭის არაყი უნდა იყოს და ძეხვი რაც შეიძლება იაფიანი გაზეთზე გაშლილი და ანუ ესე გადადის რა ხო და რო დაგვიწახეს და კუკლა ეს ლაპარაკობდა ბატონი გურამი და ძალიან საყვარელი ადამიანი და ესე გვეფერებიან და აი ამათ ხედავ ეხა და ვარ შოქში რა მოხდი ვითამაშე როლები და ეს შემოვიდა და მილოცავს ამას რა ქვია რო როგორი წარმატებით ჯარისკაც დაცვის ბიჭი რაღაცა მეტრიანი სათაური იყო პირველი სპექტაკლის და ჩვენ ჯარისკაც ვეძახდით მარტო და რო მომილოცა ეს ყველაფერი და რომ მიტრიალ და ახლა არ მინდა ვთქვა ძალიან მიყვარს მაგრამ ესე იყო საჭირო ეტყო და მოვატრი აი ერთ ქულას არ გაპატიებს საუკუნე რო გავიდეს მეთქი და აწია ხელები რომ რა მოდის ვიხლიო რომ ესეთი ამბავი იყო რაც შეეხება ამ სახიობებს რა მინდა იცი თქვა აი რაღაცა ჩემ ცხოვრებას ჩემო ნიკოლოზ და რაღაცა აი ბედი და იღბალი ახლავს სულ გარდა იმისა რომ აი ახალგაზრდებს ვეუბნები ხოლმე რომ კი წვალება რაღაცა მსახიობობა ძალიან რთული პროფესია არის ანაზღაურებით ეხა ესე მოდი დღეს ისეთი გამორჩეული დღეა რომ გახსნათ რომ ვილაპარაკოთ პირველ რიგში ანაზღაურებით ყველა ამას განიცდის მაგრამ აი ძალიან რაღაც სიღრმისეულ შრომას და აი საშინელებას მოითხოვს რა და სულ ვეუბნები რომ მაინც ყოველთვის შედეგი აქვს თუ გიყვარს ეს საქმე რაღაცნაირად მაინც მოხდა ჩემ ცხოვრებაში რომ ტელევიზიისკენ ამ ბოლო პერიოდში წამოვიდა ჩემი ამბები მაგრამ მე ვთვლი რომ ბედის წერა იყო ბატონ რობერტ სტურუასთან შეხვედრა და იმ მსახიობების რიგს შეუერთდი ვინც ოცნებობდა და აუხდა მასთან მუშაობა ძალიან ბევრი სპექტაკლი ვითამაში და ჩემთვის გამოვყოფდი შექსპირის ვენეციელ ვაჭას რომელიც ბატონ გიორგი შალუტაშვილთან გააკეთა და ვითამაში შეილოკი და მე ვთვლი რომ აი ძალიან ბედნიერება მისი მხრიდან ჩემთვის ამ ბატოშორის ეგ ძალიან კარგი შესრულება იყო და შესაბამისად ეს აღინიშნა კიდეც თავისი ჯილდოებით მთელი ამით და ეს რატომ მინდოდა ეს მეც მინდოდა მეკითხა რომ ნუ ახლა მაინც შენ პატა გულიაშვილი როცა ესმის ადამიანს ეს სახელი და გვარი მაინც უფრო იუმორი სტულ ხარესთან ასოცირდება თუმცა მინდა ვთქვა რომ ესეთი ტრაგიკული და ესეთი სერიოზული როლებიც პატას აქვს შესრულებული ჩემი გაზრდილი რომ ერთიორად სამაგო ეს ამბავი ამ შემთხვევაში სცენაზე კი ცოტა რთულია ტრაგიკომედია და განსაკუთრებით კომედია რთულია
მაგრამ ეხლა ბატონ ავთოვარსიმაშვილთან ბატონ რობერტ ტურვასთან ეს ის სახელი და გვარებია და ბევრი გიორგი შალუტაშვილთან რომლებიც რაღაცით გაძლევენ ამის საშუალებას ოსტატურს რომ რაღაცნაირად შეძლო ამის გაგა. იცი რა, ეხლა რაღაც არ მინდა რომ დავსერიოზულდე ესეთი გადაცემაა, სულ ხოლმე რაღაცას, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს რა ვქნათ, ბოდი, მოვადიეთ რომ ასეთი კარგები ვართ. არა, კარგზე არ არის, აქ არის მაინც იმაზე რომ ჩემთვის ტელევიზია, აი არის ხოლმე ესეთი ამბავი რომ თეატრი, კინო თუ ტელევიზია რა. აი მე ვამბობ რომ ტელევიზიამ მომცა ყველაფერი. რაც შეიძლება რომ მოგცეს და თეატრმა წაიღო ყველაფერი ჩემგან. აი რამდენად შეიძლება ეხა ეს იყოს გასაგები დიდი პატივისცემა თეატრს მიყვარს იქაურობა, მაგრამ ეს ესია. ასე უბრალოდ თეატრს მივეცი, ანუ მე და ჯანმრთელობაც კი რა. ხო, გარდა იმისა რომ ხო რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ უკვე ძალიან დიდი ხანია წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდი 12 წელი ვიყავი თელავის თეატრის ხელმძღვანელი და მთელი ანუ ამ სფეროში ძალიან ეხა ძალიან მაგარი უნდა მოვყერა ბატონ რობერტ ტურვაზე მოვყვები ვთხოვე რომ მეთქი ძალიან მაგარი იქნება ბატონ რობერტ თქვენ რომ ეხა მე გვერდით დამიდგეთ და თელავის თეატრში ერთი სპექტაკლი დადგა ეს როცა ხარ ხელმძღვანელი ხელმძღვანელი როცა ვარ მოცა ბჭო ხდა და ნუ მე უთხარი აი გთხოვ ჩვენ ხო მეგობრები ვარ ძალიან გთხოვ ასე კარგი ხო და მოკლედ რეპეტიციებია და ეს სპექტაკლია გატეხილი ქოთანი კლაისტის და ფანტასმაგორია რა ეს სპექტაკლი და ასე რაღაცა ცოტა არა ბუნებრივი ამბები ხდება და ერთ-ერთი მსახიობი რომელიც არ არის დაკავებული შემოდის რეპეტიციაზე თელავში ხდება მოქმედება ოდნავ ნასვამზე უფრო მეტი. ეხლა არტისტის ბუნებისკენ რო არის უკვე. ეხლა არტისტის ბუნება რა არის? მე რატო არ დამაკავეს რა მათი და მეც მაგინებს ალბათ რობიკოსაც და ეს მაყვალა მე რო ტალინში მიპოვა. ისევ იქ მუშაობს. მაგას დავკარგავდი და ეს არის როგორ დაქვემდებარებაში რობიკოსთან. აბა რამე ხო არ გინდათ ბატონო რომ ხო არის გრაფიში რეჟისორს წყალი დაიშოვდა ზღვინო და იმას უდგავდა ხო და კაცი გადაირია ბიჭო ზღვინო მე უნდა დავლიდო და აბა ესეთ აბა ეგეთი ყავა და კარები უცებ იღება რობიკო რაღაცას ხდის და ამ სიჩუმეში შემოდის ეს ბატონი მსახიობი და დაარღვია რა ეს მყუდროება და ეს გაენთო მათი მოვალეობაა ხა ეს. სად მოდიხარ აქ აეუნება რა. ეგრე უნდა იარო ბატონი რობერტს აქ რეპეტიცია აქ აიქ. ჩუმე ასაიდ გავს იმ. აი მე გაწარებულია არ მოწოს ის ამავი რა. ამან ეს უკვე რობიკოსთან მუშაობს გეზრის. აი მე ხეზე. აი მე გატეხილი ქოთანი. ამან რო რაზია ფანტასე მაგორია ოი გაწდა ფანტასე მაგორია დაი ნუ იყო ესე ქალბატონი ძალიან მაგარია აი ესე მხიარულად ჩაიარა ამ სხვათაშორის ძალიან ბევრი ჯილდო აიღო ამ სპექტაკლმა გრან-პრი, რავი, დურუჯი და რავი, ესეთი წარმატებული პიესა გამოდგა. ხო, ჩემო ბატა, მოდი ახლა თან საუბრობდით აგერ და აი ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან, გენიალურ რეჟისორებთან, მსახიობებთან რაღაც. ერთი პატარა სურპრიზი მოგიმზადე და მოგიმზადეთ ჩვენმა იუმორისტულმა ჯგუფმა. ასე ვთქვა და მოდი ახლა ცოტა შენოდო ეკრანისკენ უნდა გაიხედო. და მოდი აბა ერთად ვნახოთ თუ შეიძლება გთხოვთ გაუშვათ. საერთოდ ძნელი საქმეა მოულოცო ადამიანს საჯაროდ. ეს ისეთი რამ არის ადამიანს უნდა ცალკე ელაპარაკო და არა იმიტომ რომ სხვება გაიგოს რა ვილაპარაკე. ბატა არის არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი მოვლენა. ბატა ისეთი მოუსვენარი პიროვნება
იმდენი რამე უნდა და ახერხებს გააკეთოს, რომ ბარაკა მას ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა რაც მან გაუკეთა კახეთს თავის სამშობლოს თელავს. მოახერხა რომ თელავის თეატრი გახადა ძალიან მნიშვნელოვანი თეატრი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. და შექმნა ნამდვილი თეატრი თელავში. გაუვარჯოს პაატას, უსურვოთ ბედნიერება მის ოჯახს, მის შვილებს. პაატას მე ვთვლი რომ მარტო ტელევიზიაში არ უნდა იყოს. აბა დავამთავრე ჩემი მოლოცვა საჯაროდ და მოდიშ გიხდით ყველას რომ ასე საჯაროდ უნდა მოულოცოთ ჩემ ძვირფას ადამიანს. აუმარჯოს კახეთს და ჩვენს საყვარელ პაატას. პაატა გამარჯობა როგორ ხარ? გილოცავ დაბადების დღეს და ეს წარი მრავალ შენს ოჯახთან ერთად ბედნიერებას, წარმატებას, ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. გილოცავ დაბადების დღეს, ჯანმრთელი იყავი, ბედნიერი და გახარებული ჩვენთან ერთად. და ასევე წარმატებული საცხოვრია. შეიძლება წარმატებული ისედაც ხარ შესაქმეში, მაგრამ ჩვენ მაინც ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. გილოცავთ მა დაბადების დღეს მე და გუგა ჯანმრთელი, ბედნიერი, მაგრად ვიყავ ხარ, ძალიან მაგარი მამა ხარ და მაგრად გვიამაყები. ჩემო პაატა, ჩემო ძმაო, ძმაკაცო, გილოცავ დაბადების დღეს. კარგი ადამიანი ხარ, კარგი ძმაკაცი ხარ, გვერდში მდგომი კაცი ხარ და რაც თავარია, კარგი მსახიობი ხარ. აი ყველას უხარია შენი განახვა სცენაზეც, ეკრანზეც. ბევრი სიხარული მიგინიჭებია შენი მაყურებლებისათვის და ღმერთს ვთხოვ, რომ კიდევ ძალიან დიდხანს გაგეხარებინოს შენი მაყურებელი. გვარავდეს ღმერთი, ჩემო ძმაო, ჩემო პაატა, იცოცხლე ჯანმრთელად იყავი და აბა შენის. პაატა გულიაშვილს ულოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად, როგორც თქვენ გაგიხარდებათ, კიდევ ერთხელ გილოცავთ და მრავალს დაესწარით. ჩემო პაატა, გილოცავ დაბადების დღეს. ღმერთმა ჯანი, სიმართლე, ხალისი, სიყვარული, სიხარული არ მოგაკლოს. შენს პირად და შემოქმედებით ცხოვრებაში. გისურვებ, რომ ყოველთვის გქონოდეს იმის ჯანი და იმის შემართება, რომ შენს ძვირფას მაყურებელს, ხალხს, რომელსაც ძალიან უყვარხარ, მუდამ გვერდით და ხალისით ედგენ. იმიტომ რომ შენი ენერგია, შენი არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებები, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დასაფასებელი, ჩემო კარგო. იხარე, იდღეგრძელე და მუდამ შენს ხალხთან ერთად იყავი. გისურვებ წარმატებებს. აბა, კოცნი. დაბადების დღეს გილოცავ პატი, ჯანმრთელობას, იღბალს, ბევრ სიხარულს, სიყვარულს გისურვებ, გამარჯვებებს გისურვებ ბევრს. იხარე და იდღეგრძელე შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. გამარჯობა პაატა, როგორ ხარ? გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი, ბედნიერებას, სიხარულს, ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ შენ ცხოვრებაში. ვიცი რომ ძალიან მაგრა გულშემატკივრო და იმედია ბევრი გამარჯვებით უფრო მეტად გაგახარებთ. აბა შეიცი. მოგესალმები გერმანიიდან და გულით გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო პაატა, გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს, ჩემო კარგო. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი დღემდე პირველი გადაკვეთა სერიალში 27 დრაკონი, სადაც ჩემი მაშინვე დამამახსოვრე თავი, როგორც გამორჩეულად ნიჭიერმა, შინაგანად ძლიერმა მსახიობმა და შტამპეშტავმა კოლეგამ. გისურვებ სიხარულით, სავსე დაბადების დღეს, საინტერესო შემოქმედებით გზას და დიდ წარმატებებს. აბა შენიც. ძალიან კარგად მახსოვს სრულიად ახალგაზრდა პაატა გულიაშვილი, როგორ დავინახე თეატრალურ უნივერსიტეტში. ნახე რაღაცა სპექტაკლი, მისი მონოსპექტაკლი, რომელიც ძალიან მომეწონა
საერთოდ არ ვიცოდი ვინ არის, მაგრამ დავინახე ძალიან ნიჭიერი ადამიანი. მაშინ შევთავაზე მას რომ ეთამაშა თავისუფალ თეატრში და ძალიან მიხარია რომ მან რეალურად თავისუფალ თეატრში აიდგა ფეხი. ჩემო პაატა გილოცავ დაბადების დღეს. მე მინდა გისურვო ბედნიერება, ძალიან დიდი ხნის სიცოცხლე და წარმატებული მუშაობა თეატრში და კინოში და მინდა ვუსურვო საკუთარ თავს, რომ დიდხანს ვყავდე შენ და დიდხანს შეგვეძლოს ერთად მუშაობა. შენი ავთო ვარსიმაშვილი. პაატა გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი, გისურვებ ჯანმრთელობას და ძალიან ბევრ წარმატებას შენ საქმეში. დღეს მართლაც რომ დიდი დღეა, ძალიან დიდი. დღეს არის პაატა გულიაშვილის დაბადების დღე. მოგესალმებით ყველა სტუდიაში ვინც ხართ. მიყვარხართ ყველანი. პაატა, გილოცავ ჩემო ძმაო დაბადების დღეს და გისურვებ ყველაფერს საუკეთესო, ჩემო ნიჭიერო კაცო, ჩემო კეთილო ადამიანო და ჩემო გულიანო ადამიანო. იმიტომაც ხარ გულიაშვილი გვარად, თორე ხა სხვანაირი კაცი რო იყო, სხვანაირი გვარი გექნებოდა. მაგრამ გულიაშვილი ხარ. იყავი ბედნიერზე ბედნიერი კაცი და დიდხანს უნდა ვიყოთ ჩვენ ერთად სცენაზეც და ცხოვრებაშიც. ნიჭიერო, შენი ადგილი ქალაქშია. ასია ეს. მოკლედ მიყვარხარ და მაგრად იყავი. წარმატებები. ტალამი პაატა, გილოცავ დაბადების დღეს, გისურვებ ყოველივეს კარგს, ჯანმრთელობას, ღვთისწყალობას, რაც თავარია. გადაცემაში მაღალ რეიტინგს, შენ გადაცემას რეიტინგი არ აკლია, მაგრამ უფრო მაღალ რეიტინგს და ბევრ წარმატებებს. აბა გაიხარე. პაატა, ჩემო ეთილო და ჩემო გულიანო მეგობარო. გილოცავ შენს დღეს, მინდა სულ წარმატებული იყო, ჯანმრთელი იყო, მხნედი იყო, მაგარი ადამიანი ხარ, კარგი მეგობარი ხარ და მინდა რომ იცი როგორ იყო? მსხვერპლს მომწონს ეს ნათქვამი, როგორც შენს გულს გაუხარდებაო, ეგრე იყავი ხო და როგორც შენს გულს გაუხარდება, ჩემო გულიაშვილო პაატა, აი ზუსტად ესე იყავი. მიყვარხარ პატიკო ძალიან. პაატა გულიაშვილს ვილოცავ დაბადების დღეს, მინდა ბედნიერება უსურვო. ჯანმრთელობა, ყველა თავისუფლის ასრულება. პაატა, ძალიან დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით, ღმერთი შენკენ და წარმატებებით. გადასარევი, დიდი მადლობა. აი! რა ოპლ ჯაფა ჩავდეთ ამ ყველაფერს. მადლობა მინდა უთხრა რა ამ ხალხს. ნამდვილად. მიყვარს და მადლობა. იცი ბედნიერება, რა თქმა უნდა, ეხლა ცოტა შეიძლება შევწითლდი კიდევაც, მაგრამ მიხარია რა და მეც ნამდვილად გულწრფელად მიყვარს ყველანი ეს ხალხი. თავისთავად აი ამ ადამიანების სიტყვებშიც შედის მიმართ სიყვარული და დადებითი და კარგი დამოკიდებულება ეს ორხრივია და ისინიც გძნობენ ამას და იმიტომ არის შესაბამისად მოღოლეობის მოხდის მიზნით ნათქვამი სიტყვები არის. ეთი ბატონ მურმანზე უნდა მოყვე თუ შეიძლება. აუცილებლად. არ მახსოვს ვისი დაკრძალვა არის თეატრში მსახიობი გარდაიცვალა ცნობილი ვერ ვიხსენებ რა ეხა და არც აქ ეხლა ამას არსებთ მნიშვნელობა, მაგრამ ტრაული გვაქვს თეატრში და საპატიო ყარაული დგავართ და იქვე მოსასვენებელი რო ჩამოჯდე 10 კამი დადგეს და სამოქალაქო პანაშვიდია. გესმის და ყველა იქავართ მსახიობები და კიბე იყო ამორსასვლელი და ეთყობა დურგლებს რო დაავალა ხელმძღვანელობამ გაუკეთეთ მიადგეს კიბე და სანამ ჩავიდნენ ამ მოაჯირის მისამაგრებლად უკვე გაიღო კარები და ხალხი შემოვიდა და უმოაჯირო დარჩა ეს კიბე რა და ეხლა ზოგი ახალგაზრდა რაღაცა ისეთი სამძივარს ვიყებ და ბატონი მურმანი ხა ძალიან მიყვარს რა და ძალიან მაგარი იუმორი აქვს, აი ძალიან მაგარი რა და დაიღალა გესმის და მივიდა ეხა ამ იმაზე რა ქვია და აი ეხა ეს რო იყოს რა კიბე რა. ხო, კიბეები ამას. და ესე ზის რა ეხლა აქ ჩამოჯდა და მოხუცი ქალბატონი მოდის ეხლა რა და ეს სახელური არა აქვს ეხლა და მურმანმა იფიქრა რომ
ხელს გაუწოდებო და მივეხმარები. დაეხმარება ამოსვლა. ხო და ეხა წამოდგა მურმანი მივიდა ეხა თვითონაც ეხა მკვირცხლად ვერ დადის ეხა ლათისე და ამ ქალბატონს ხო გაუწოდა ამ ქალბატონმა მოკიდა ხელი და მურმანი ჩარბენი და აი ვიქ ამბავი მოხდა შეკავებული სიცილის ხარხარი აი ყველა იცინოდა რა ხო თან მაგდროს ამინდოდა რა და მემართა სადა კი არა მოვიდა ისევე დატოვა თეატრი წავიდა ვითომ მიდიოდა ყველას მოკითხა მომენტს რა ვიცი ყველას კიდე და უამრავი ადამიანს აღარ ვინც ახსენე რომლებიც აღარ არიან ცოცხალი ქონია ურთიერთობა და ეს ჯემალ ღაღანიძე ძალიან საყვარელი და სარალიძე საყვარლესი ჩვენი მეგობარი და ვაჟას დასაწყისში იყო პრაღა ესეთი რესტორანი ხო და ბატონ ტრისტანს და ნუ ტრისტანი იყო საოცარი ადამიანი გიჟი ძმაკაცობის სიყვარულის არ ვიცი აი ისე ვარ აი რაღაცნაირად ვარ ამ ჩვენი საქმის გადამკიდე აი ვერ გავედი ამდენი ხანია გარდაიცვალა რომ ერთხელ მის საფლავზე მივიდი აი მართლა გულწრფელად მენატრება რა მისი ეს მეგობრორი და სიყვარული ერთმანეთს აუცილებლად პრაღა იყო რა მე და ჩემი ძმაკაცები შევიდა ცოტა გვიანია რა აი წესით არ უნდა დარეკო რა ტრისტანთან მაგრამ გაძლევდა იმ საშუალებას რომ ესე გეძმაკაცა მასთან და მე უთხარი ტრისტან ბატონო ჯიგარო შეგენაცვალე მოდი მეთქი რა ეხა დავსხედით და დავცხოთ რა სადანახართ მე უთხარი პრაღაში ვაჟას დასაწყისში შემოვიდა გავიდა ხა რაღაც პერიოდი პალტოაცია გამოწყობილი ავარც იცოდა ასე ხო და შემოვიდა და იქ შორს ვზივარ რა იქ და ხალხია კაცო იქ შეშობაძაღო სტალინი ვარ პრაღაში და მივარე საოცარი კაცი იყო აი მაგარი ავის მოკლედ პაატასაც ბევრია გასახსენებელი ახლა იმ ადამიანებზე. კი ბატონო. მაგრამ მოდი კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო რა. ერთ-ერთი შენთვის განსაკუთრებული მინდა შევეხო, ვიცი რომ მე თუ არა ვინ იცება ძალიან გიყვარს ფრენა. რომელ რეისს გამოარჩევდით ამ ტურბულენტურ ზონას თქვენი ფრენები? აშინელი, არ ვიცი რატო დამემართა სხვათა შორის, აი რაღაცა პერიოდის წინ არ მეშინოდა მარტოს დავფრინავდი და ეთყობა გავაფრინე. აი რაღაცნაირად, აი ისეთი შფოთვები მეწყება, რომ სხვათა შორის ChatGPT-ს ვკითხე, ხო არ იცი მეთქი რაღაცეები თქო რა და მომწერა ერთი ბოთლი წყალი უნდა ატარო, შენი თავი დაარტყო. მოკლედ ისეთი რაღაცეები, რასაც ვცდილობდა არ გამომდის. რა ის ერთი ბოთლი წყალი? ესე იგი, ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ, ვისაც გიფრენიათ ანაპიროთ, მომავალში რომ თვითმფრინავში რომ ახვალთ, თუ სახელური მოგაწოდათ სტივარდესა ეს ამისა უბრალოდ ვერ მოასწრებთ, მაგრამ ან დაფხაჭრილია დაგაცრულდეთ, ესე იგი პატაის და იმადა. ოღონდ რო დაფრინავს ეს არის ჩვეულებრივი რიტუალი. ხო, 2 საათი თუ გრძელდება ფრენა, იქ დიდი რაღაც რიტუალების მერე აბა ერთად მივდივარ და ნუ გეშინია მე ნათლულები ვიყავს ბევრი არ ჩამოვარდება ეს ფრენავი რაღაცები აქეთ იქეთ ნათლულები ვიყავს ბევრი არ ჩამოვარდება არ არსებობს 2 საათი თუ გრძელდება ეს ფრენა მაშინ მოდის თუ 2 საათი და 25 მაგდეხას მე ვერ არ არსებულია არ არსებულია რომ მაგდეხას მე 5 ზუსტ მეცი პატივი ეხლა ბოლოს მივფრინავდით არ მახსოვს გერმანია იყო სად იყო მაი რაღაცნაირად გადავლახე რომ всё წავიდა უცებ-ეს ბორტ გამცილებელი იძახის რომ უნდა დავჯდეთო თან ჩვენ წინს ხედავთ და ჯერ ჩვენ გვითხრა რა რომ გავხედე და რაღაცა შეშფოთებული იყო და დავჯდებითო და რატო თქო და
არაფერი ბაგაჟის კარი დარჩა ღია. რა სამბო ბაგაჟის კარები არ იკეთებაო. ეს ახლა აქ რა ამბავია პატარა დღეში არის. მე ნუ ახლა ხო იცი გლიცირის ხასიათზე ვარ მე ვთქარ წამოვდექი ფეხზე ხალხმა იქ ხო შეიქნა ახლა კარები არ იკეთება ჩვენ რაც ხანს გვატყუებენ ეთყობა რაღაცა ის კარობკა ჩაეშალა ამას რაღაცა იქ ვიჯელობა მიდის მე ვთქარი კარები არ იკეთება სამედიანი გლუჩი ხო არ გიგდიათ ვინმეს რომ გადაუჭირა და აღარ დავიჯდებით მარევ გავაგზელებ არა კაცო არაფერი რაღაც ღილაკი ანთებს წითელს და ყვირის ძაანო თორე დაანჩენი არა ჩამოვედი ვინც გაგვაცილა ძვის მოგვიშორა იმ აეროპორტში ერთი ბოთლი კონიაკი გირს რა ვიცი 4000 მანეთი კაცი გადაიერა უკარო დაგვინახა ახლა ისევ ჩამოხვედითო დავინახე მერთო შეგვეციოს მათი მადლი მამაოები და მეთქი ვიფიქრე რომ აი ეთყობა რომ ამათ უნდა დამშვიდობებოდი და იმიტომ და მივარდი მამაოებთან დამროცეთ მამაო ეხლა იცი ჩამოვედით და ეხლა მეორედ უნდა გაფრინდეს და კიდე არაფერი არ დაჩეს მამაოდან მამაოზე დავდიოდი დამლოცეს მომეფერეს ამიტომ შესახა რა ვიცი და ავედით მე მშვიდობიანად ყველაფერი დამთავრდა გეუბნები მე შენ აი ერთი თვით ადრე შემიძლია ვინერვიო ხო მოკლედ შეუპატარ მოდი ახლა შენ რო დაგიჯდებიან ხოლმე სტუმრები ხო არ არის მარტივი სტუმრად ყოფნაც არ არის მარტივი რა რომ დაგიჯდებიან ხოლმე შენ სტუმრები და რაღაც დავალებებს რო აძლევ და უფიქრებ აქ და რაღაცას მეც მინდა ერთი პატარა ისეთი დავალება მოგცე რა მიმართულების ნუ რთული არ არის ახლა აჯიმანიებს ხوار გაგაკეთებია ფაქტ არა რა ვიცი კაცო აქ ახლა დაჯდება პატარა თვითმფრინავი რომელშიც უნდა ჩაჯდე ასეთ დავალება კაზე ახლა მე ჩვენ ბიჭებს აგერად ხო მე მაგას საერთოდ ვიტყოდი მე მინდა რომ სანამ ხა მე ვიცი რომ ნამეტანი იუმორისტული ნაწილი იქნება ისე არ იქნება ეგ ამბავია მე მინდა რომ ყველას უთხრა მადლობა ჩემი ცხოვრების ვანძილზე ვინც გვერდით მედგა და იმ საქმეში რასაც დღეს ვაკეთებ ნებისმიერი მიმართულებით რაღაცნაირად გვერდში დამიდგა და კი ბატონო მადლობა მათ დიდხანს იყავით მიყვარხართ და მიყვარხართ ძალიან და მინიმუმ ერთი ამდენი მინიმუმ კიდე ელოდება თქვენ გვერდში დგომას ხარდაჭერას და ურთიერთობას ჩემგანაც იგივე მათ რა ხდება რა ხო ეხლა მე გადმოგცე მაგერ პატარა ტექსტია დაწერილი და ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩემი გიორგი და ბიჭები აგერ მოგვეხმარებენ და შენ უნდა იმღერო რა რაღაც ტექსტები და დავწერეთ რაღაც ჩვენმა სცენარისტებმა ო გაგიჭირდება გადაავლეთ თვალი მაინც ეხლა შეიძლება 100-დან 100 არ დაგვიჯერებს რომ ეს მე არ ვიცი ხო მაგრამ ნამდვილად არ ვიცი და მაგრამ 5-ს რო დაიჯეროს შეთვალე პრინციპი დაბავდია ლაგოდეხში დავიბადე გავიზარდე დიდი ხმელი დედით იმერელი ვარ რუსთაველის თეატრში რუსთავიორში ყველას და ყველას ახლობელი ვარ ნახევარი მსოფლიო მაქვს შემოვლილი სულის ხორცით მაინც თელაველი ვარ ნახევარი მსოფლიო მაქვს შემოვლილი სულით ხორცით მაინც თელაველი ვარ ეს ავტობიოგრაფიული ნაწილი იყო შენი ცხოვრების ასაგებია ასაგებია ერია თუ ბერია ტომია თუ ჯერია ახლა ვინც არ გვიყურებს თავის მტერია ეს რა გუნდი შევკარი სულ ტაშგვიკრავს ერია სცენარისტები წერენ ქსორელები მღერიან მღერიან ქსორელები მღერიან დაშ კარგი არის გუში იო ბახსელოდება უფრო ბედნიერია იმან მოგუშულია მაინც ბედნიერია სეიგად საბატანემ ესეც ბედნიერია გოგია გარ მოსწელავს
მაინც ბედნიერია ჩამეთვალა ნიკუში საოცარი იყო საოცარი ეგ კი არა ახლა ვფიქრობ რომ კიდე უნდა დაგვეწერათ ხო არ მეგონა თუ ასე კარგი გამოვიდოდა მაგრამ არა უშავ შემდეგი დაბადების დღეს მოვადა ვარ ეხა მე აქ გამაგებინე ერთს მეც გივიღერებთ ხო შეიძლება მეც მოგივზალეთ ეხა თლათხელსარიელი კი არ მოვედი აბა ვიდი მოვიშუროთ ახლა პაატას აბა ბიჭებო წავიდა ნაური ხალხი ხართ გიჩქერით და გაკვირდებით არაფერი არ მაჩუქეთ მოიცამეთ და გჭირდებით უთხოვენოდათ უკეიფობ ახლა ჩემი დრო მოვიდა ხაშლა მამწვანს არ მოვიკნებ თქვენ კი მიყურე შორიდან ოისა კაცო არისტამალ გეხურე არისტამალ გეხურე კაცო ხოიცი მეცირვა ესე იგი მაგარია რა მაგარია ძმო ივისა და დღეა სულ ვერ დაეკრათ ვიჯებს ახლა ო მაინც ასეურებენ საკვაცამია მაინც ასეურებენ თუ იცით ახლა რა შეიძლება საქმე აბა დღეს ვიჯე ჩემი მიხოიას დაბადების დღე არის ამას ვენაცვალე Bani una cagacicino! Io zliva momivit! Შეგენ ასვალებ. ესე იგი ვიჯო რაფერი ისტორიული დამთხევა არის ხედავ შენ. მაშა. პაატასი ხო არის დღესე? ხო. და მიხოსიც არის დამთხეულები არიან. ვიაა ვიო დამთხეულები შენ გიჟი ხო არა ხალეთი. როგორი გამაშხაბე გებიჭ რაიცი ხოლმე დაუფიქრებელი ლაპარაკი ხანდახან დაბადების დღის ამბავშიო ამბობს ვაო დამთხეულები თქვა თუ არა ანუ დემთხიეთ ერთმანეთს გეიგე ხო ეგრე გავიგე ეგრე მოსულა ეგრე ხო და რეგიონალურ ამბებს რომ მევითავებთ მერე მოგილოცავს საფუძვლია და ძალიან ზვალე იმიტომ დამახვედრი არა ეგ რამოდენად ჯამი ხო რაც ხეს ახლა მევიმაზრე უსებ მევიტანეთ თუ რა თქმა უნდა ჩემი დაიაი მაგრამ შენ საკადრის სუფრას გაშლის რატო არ გაშლის დილას გამომართა ორი კაპიკი ეხლა და რაღაცები იქნება აბა საწავა მიდი შენ რეგიონი ამბები შაცხე და ყველაფერი იქნება ბიჭებო ხო ხარ სათანადო ფორმაში ეხლა რა თავი არ მომჭრათ იცოდე კაცო ეხლა ხო იცი სანამ კიდენა მიმოხილვა დავიწყებთ ერთი შენებურათაც მამილოცე დაბადების დღე აბა მიდი ერთი შენა შადრე შეირანამი სხვანაირად მოგილოცავს შეირანაი ვენაცვალი მაინტერესებს happy birthday რო მოეგნე რა აბა მიდი აბა Aiso, dare darse mer patai, dare darse aiso. Kada me მაინტერესებს პადაშიდეზე რა სამღერი ხარ თქვენა რა ჩვენთან უფრო მხიარული არის გასო ეს არ არის მადლობა გენაცვალე დიდი მადლობა ეგრე კი არ არის კაი კონიაკით ჩამამიტანა ხვალედილა იქნება ეგა პახმელიაზე ჯიგარი ხარ გენაცვალე შენა გაიხარი მადლობა მაგბოც კი დავაგვანე აბა მაროგო იქნება აბა მიდი ხლა ჩიტოვი ჩაცხე შენა კაი დავიწყებ ზამია კონიაკი დაღდიარი ეხლა შენ ეხლა მაგას კი დავაგვანებ სერვანდინა გავაღებულს
გამოამშრალე. სამხური კონიაკი, ბიჭო, რა სამუ. მოდი დავიწყოთ სამი უცებ მევილიო თუ არა მიმუშავდა სარეწყვე ჯირკვლები უკვე. მიდი. საქმეა დამბავია. ჩემი ამბავი ქეიცი ზამიახლა შენ მე რო ქუთაისის აეროპორტზე ან ავტობანზე კაი ამბავი არ გითხრა ისი არ შემიძლია. ხიები. ხო და ნო ქუთაისის აეროპორტ 3 კილომეტრნახევრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ექნება და აწი შეიძლება ნებისმიერი ზომის თვითმფრინავი მიიღოს. არა ავიო გლახაუნა. მაიცა რამდენიო? ესა 3 კილომეტრნახევარი. გაიხელა ბილიკი ამალა თვითმფრინავს აკუმულატორი რო დაუშდეს ბუქსითა დაიქოქა. ზაბაცეკით. აბა მაროგო ეხლა. იზმაო იმ ხელ არის ბოლოში სანამჩადის თვითმფრინავი პილოტს ავიწყდება სამი ფრინავსაც ზეიარება საიცები აქედე. არო გვეშველა ბიჭო გაიგეშე და დიდი თვითმფრინავები შემოიყამდა უკვე შენც შეეტევი. ბიჭო მეიცა. მე ხვეწება ხოლმე და არ არის მაგი ადგილი. ნუ სამბილეთს უღებ. ჯედი ბიჭო არ გეიგონოს და დავხოცავ სწორედ აქტუალს უბახშო და დაბადების დღე მარტო კითხე ურახულო ხა. ეს ავიო იუბილარი ვარ მაპატიოს მე არ ვიცი მაგი ამბავი. ასამო. ო! ახლა ხარ ბიჭო. არა, სხვაგანა ვარ. მანდ ჩვენა თუ დაბადების დღე გაგდეს აშენა. მე ვინა მასისტატა. აი გაუგი ამასაც და შევიკითხა ისე ყოლა. ბიჭო, ვინ მითხრა და იმანა რა ქვია? პალატა და ნიკას უყურებდი და იქა პალატას მიულოს ეს და შენ მაგ დროს რა დაბადების დღე კაცო? პალატას დროსა. ო და კილოცავ ზმაო. აი ხარი. შენ და იყო სტატუგარი. ო აბა. შეგერაცვალე. ბიჭო, კაც, კაი მახსოვრობა კი არა, სუქანი ფლეშკა არის. გილოცავ, ჩემზე იყოს მერე, ხო? გაიხარე, მე რამდენი წილია მაგაიძახი რომ მე ერთიან თუ დამავიტანო ეტყობა რამე ბამბანიური. არა, დენელა დავიწყებ და იმ წლიდან რა მოგიტან დენელა, ხო? შეგენაცვალე შენა, ხო? ნუ კარგი ამბავი, მე წამაკითხეს რაღაცა, მაგიდე დავატკი. მიდი კაცო, წაიკითხე, შენი გულისა, მიდი აბა. მიდი ბიჭო. მიწეულები ვარ. ოსია ურშიო ბიჭო, პატრულმა დააჯარიმა ნასვამი მამაკაციო. რომელსაც მანქანაში ეძინაო. აჰა. ეგე მიყავდა თან მანქანა თუ იდგა. ო, რა იმედია გაჩერულ მანქანაში ეძინე ხა, რომ მიდით და თან ეძინე ეს რეკორდი იქნება. ნეტა ჯერ მამისვირე გააღვიძა და მერე დაუწერა თუ პირდაპირ ზინარს გამოუწერა. გაუღვიძებია. ისა კიდე აკვირებულა, რა თმაჯარიმებთო კაცო, ჩემ მანქანაში ობძინავს, სხვისაში ყო არა. მაკაცა ეგ პატრულის სუფრაზე ეყოლებოდა დაჯარიმებული დაგვიანებისთან და ეტყობა შური. აი, აბა ეხლა მაგიდე დავატირე. ჩემ მანქანაში შემეძინოი. რა? არა, არა, ავიო ვასე. უბრალოდ ზინეთ ყოფილა მანანა საქმე. რას? რაზე დამაჯარიმეიო? ეიო. ხო, რაზე დამაჯარიმეიო? კაცო, უთქვამს. რაზე და ნასვამს რო გეძინაო. ევიო, გავისკდა გული მეგონა მართვის მომაწობა რო არა მაგ ვიტო მაჯარიმებდი. რა ვიცმაო, კაცი და დავისვირა მანქანაში და ეძინა. ნეტარაზე შეატყო ნასვამი რო იყო. მე მგონი ეიოზე დააჯარიმებ. შეიძლება ეგ ვერ გაიგონა სამისა შეიძლება გირება ეგონა. იგეთ სუშნიაკი ქონდა იმ უბედურსა რომ პარპეზი ჩისტიტელებიდან ასვამდა თურმე წყალსა. ხო, ვეცავდი ხო. ხო და კია კიდევ ერთიანი შენი აი გააღედა ვინსა. გამოდა ეგარია. ელევარა კი ხავაგა შენ. მერე იტყვიან რატოლოცება ხალხი. ხო. პატრული. რაი, ხოია. ახლა მაგი გამომხიზლებელია ერთი წელიწადი. არ ვიცი ძმაო, არ ვიცი რა. მე ერთი ის ვიცი რომ ქართველებსა თუ ღვინის მასში ვერავინ გოჯობნის ეგეთი ხალხის დამსახურებაცაა, გაიგე? მაგრამ თურმე ლუდის მასში უკვე 30 წელია ჩემპიონობის არავის უთმობს ჩეხეთი. რა სამყარო? აბა რა იზამია. ჩვენ გვივარ გაღვინო და ვსვამთ, მაგრამ იმადი ვარგად ლუდი და სვამე. იქნები ჩემპიონები ვარ აიგნე. ვინ არიან ლუდის მასში ჩემპიონები ბიჭო? ჩეხები. მე ვაჯობებენ ჩეხები. დავახშობს მაშინსა და შევეჩეხები. აგერ შეგერაცვალე. შენ უნდა წერო ჩემოკოლა. უნდა წერო, წერას ხარ დადილდა, უნდა წერო. უნდა წერო, რა ვინა? წერო, უნდა წერო. ეგ გამაგი. ესე იგი, რა გამევიდა რომ
ჩეხები მარხველიაზე გჯობნიან, მაგრამ სუბრაზე ჩვენ ვარადგურებთ, ხო? ხო, თამამა შეგვიძლია ჩეხებსა ყველაზე ფსამელი ხალხი ვუწოდო. ეგ არის, ხო, ბიჭო. ეს რა წერია აქ, ნახე. ავღანეთიდანაო საქართველოსიო 15 ტონა ყურძენი შემოვიდაო. ავღანეთიდანაო? მოგჭრეს თავი, ბიჭო. მაიცა კაცო, ყურძენიო? ხო. აქაო? ხო. კარგად ნახე. ეგა ხო მართლა ყურძენია, ნაღდათ იცი რომ გაიწე გამოწეს ყურძენი. რეიო, რა თქვა ვიო ახლა. მაგი იგივე ახლა ქართლში ოღაშლი ერაყიდა რომ შემეიდან. ან სამეგრელო ის ციცაკა გრელადიიდა. და იმერეთში სინგაპურიდან პრასი. ეგ არის მაგრამ მე ვნახე ჩემი თვალითა ყურძენში გამელია იჯდა ხო? მართლა გეუნები. რეიგებელია იდო. ვაი, ჩვენი მეკარე როი. გავგიჟდი კაცო. იდეც იმიტომ მეთქინად გამოდის ეს ღვინო ეგეთი კაი, თურმე გამელი არა ზიში. ინება ხო. გაგინებავდი, გავცვიფრდი, გავცვიფრდი. რა გვინონდა ჩვენ ავღანეთის ყურძენი? აი გამიხსენით. მაგითა ბომბი ღვინო გამოდის. ხო ეგრეა? აბა, პირდაპირ მნიშვნელობითო. ეგრე იქნება. ეგა ფრთხილად უნდა დაწურო, ბიჭო, საფრანგეთში. კიდე ლაგმისთვის დაგივიჯებია, ფეხი კიდე მაგისთვის, აღწევს აერში. ო, ბიჭო, ჩურჩხელების გაკეთება საშიშია მაგითა. ზაფსე რო გაკალას ხამდა, მაგი ფელამუში ჩაყო. ტროტილი არ ჩაიყო, მაგი დედავა კიდე გადააგდე მაგის ზავა. ეგრე იქნება. სინაბადე. აი, შეგენა. მოდი ახალო დედა დემეთუკრა გული. შეგენა. გილოჩა. რა მაგარითო დიო. რისა შეშუპენძაღლო ეს. რა შეა რისა რა არ მოგწონ ახლა არ მითხრა ვინო. ინეგა შოკოლადის სული აქვს რა არ ვიფიქრე. მოდი დაჭი. დაჭი ჰა. გრაჩა კარო. ჩავიფიქრო ჯერა. გრიამა. გეუიგე. ჰეი, იგე. დინე მადლობა. მაგარი გოგო მყავხარ შენ. აბა რა, სასაული. მაგრამ აი ვის შეყოფა ეს? რავი, მე არ მეყოფა და. ჩატარე, ნაღვენის ხელა არის. ვის შეყოფა, ჰა? რავი, მე არ მეყოფა და ჭამეთქვი. მე რა იყოთ კაცო? ის სირბულურად მოვიტანე თორე. ის რამოდენა ქვაბითან მაგ შემოდგმული ხაშლამა. მართალზე არის კიდე დალაგებული მწვადები, რეფცაბო. რა გითხრა? მე ეგ ვიღაი გაახსენდება ნეტა. შეგედაცვალე შენა მე. მაშორე მაშინ დადე მოლზე იქნება წავიღებული მე ხო ვიცი. ამას ვიდაიბრუნებს ის თვილი. დაიცა ვიჯო, მიდი მაშორე ეს სიმბოლო აქედანა ხაშლავას მიხედი არ ჩაიკა. კარგი ვიჯო, შედაც ვიჯო, რა იყო ხოლმე ვიჯო, ბოლოში მაინც რო არ გამოურიო. რა გჭირს ვიჯო, ხალხი გვიყურებს უხარია და იბალოციე, ჩვენს და მოგილოცავს მაყურებელით. მასი არ არის დაია. კაცო, მარ არის ახლა რა ჭიცამარი რაცა. რავი კაცო, რა ფერი აქვს, რავი კაცო. ხოდა მამისვილი ახლა მამისვილი რა ხანდა ვისკეთ მილოცები სანამ ჩვენ მიულოცავთ. ხო. ერთი სიურპრიზი მაგბეჭა მე მიხოიასთვის და პარტასთვის. რა სიურპრიზია ვითომა რაო. იმიდან ხალხი გილოცავს ზამია დაბადების დღეს რომ ეგედეირები. გოუშვით ვიდეო. მივიდი. საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 22 მაისია დიდებული და ყველასათვის საყვარელი ადამიანის დაბადების დღე პაატა გულიაშვილს მინდა მიულოცო ეს დღე. ჩემო პატიკო, ჩემო ძმაო, მინდა ყოველთვის ბედნიერი იყო, სულ მხიარული იყო და შენი საქმიანობა როგორც თეატრის სცენაზე, კინოში, რუსთავიორში ყოველთვის ყოფილიყოს წარმატების მომტანი. აუქნათ აქ ქსოვრელები არ ყავს, მაგრამ ამჯერად კურიერის მუსიკით შემოვიფარგლებით. გაიხარე, ოქრო კაცი ხარ. პაატა, ჩემო კარგო, გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს. ძალიან კარგი და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი თანამშრომლობა ამ არხზე, შენი მოსვლა. გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს, ჯანმრთელობას, წარმატებას და რა თქმა უნდა, მაღალ რეიტინგს, რომელიც ისედაც არ აკლია შენს გადაცემებს.
კარგ ქართველს, კარგ კახელს, კარგ მეოჯახეს, ჩემს უფროს მეგობარს და რუსთავიორის რეიტინგების ლიდერს პაატა გულიაშვილს ვლოცავ დაბადების დღეს. პაატა, გისურვებ წარმატებებს და მაღალ რეიტინგს პირადად შენ და ყველა შენს პროექტს. პაატა, კურიერი პიესის სახელით გილოცავთ დაბადების დღეს. გვინდა რომ ძალიან დიდხანს იყო ამ არხზე. შენი რეიტინგით, რა თქმა უნდა, და შენი იმ პოზიტივით, რაც ყოველთვის ყველა ადამიანზე ვრცელდება. ნამდვილად და ავთოდამეთანხმები, რომ როდესაც პაატას ხვდები, წარმოუდგენელია რომ პოზიტიურ განწყობაზე არ დადგე, იმიტომ რომ თვითონ არის ძალიან პოზიტიური ადამიანი და კარგი ადამიანი და სწორედ ამიტომ გვინდა რომ სულ ჩვენთან იყო და ხარისხიანი იუმორით გაანებირო ჩვენი მაყურებელი. დღეს პაატა გულიაშვილის დაბადების დღეა. ჩვენო იუმორის საბადო რუსთავიორის და არა მხოლოდ რუსთავიორის, მთელი საქართველოს რუსთავიორის იუმორის საბადო. და ყველას კარგ განწყობაზე მზრუნველო, მეგობრულო, კეთილო, ტკბილო და პატივსაცემო პაატა გულიაშვილო, გილოცავთ დაბადების დღეს. მთელი გულით, სულით მთელი რედაქცია გილოცავთ, გვიყვარხარ. ნამდვილად გვინდა გისურვოთ წარმატება შენ პერსონალურად, შენს ოჯახს და რა თქმა უნდა შენ საქმიანობას, იმიტომ რომ ჩვენი ტელebate ნამდვილად არის გაჯერებული შენი არაერთი პროდუქტით და გვინდა თითოეულს უსურვო წარმატება. ყოჩახ შენ რომ ამდენ საქმეს სართმევ თავს, არა? და წარმატება უნდა უსურვო ჩვენს ტელემაყურებელს, რომელსაც ასე უყვარხარ. მოკლედ, გვიყვარხარ ჩვენს და ესე გააგრძელე. Amo, Zura, amo. ესე კაცი თავის გვარს ამართლებდეს იშვიათია. ფლიანი გული ხარ, ჩვენო პატიკო. ფლიანი გული. გახარებული და ბედნიერი იყავ. პატას გული, მოდი. პატა გვიყვარხარ ძალიან. პირადად შენ. პაატა, ჩემო საყვარელო მეგობარო, ჩემო საყვარელო ადამიანო, გილოცავ დაბადების დღეს, ჩვენ წლების ურთიერთობა გვაკავშირებს და მე ბედნიერი ვარ, რომ ყავს შენაირი მეგობარი. სულ წარმატება, ბევრი ჯანმრთელობა და ბედნიერება შენ და შენს ლამაზ ოჯახს. პატიკოს ულოცავ დაბადების დღეს ნიჭიერ ადამიანს, კარგ მეგობარს. ადამიანს, რომელსაც არ ეშლება მეგობრობა, რომელმაც იცის მეგობრობის ფასი და არის საუკეთესო მეგობარი თვითონაც. ძალიან დიდხანს მრავალი წელი მომელოცოს ეს დღე შენთვის. ძალიან დიდხანს მრავალი წელი გაგეხარებინოს და გაგებედნიერებინოს შენი მაყურებლის და მსმენელის გულების სცენიდანაც და ეკრანიდანაც. გილოცავ ჩემო ძვირფასო. ბედნიერი იყავი მუდამ. იცოდე რომ დღეს ჩვენი ხმები, ჩვენი გულები ერთ ხმაში მღერი შენთვის. არაჩვეულებრივ კაცს გამომარჯოს, ფანტასტიურ შოუმენს, ჩვენს ძმას, ჩვენი დიდი ოჯახის რუსთავიორის ფანტასტიურ არაჩვეულებრივ წევრს გამომარჯოს, პაატა გულიაშვილს გამომარჯოს. პატიკო გილოცავ დაბადების დღეს. ჯანმრთელობა, ბედნიერება, დღე-გრძელობა, ჩემო ძმაო და სულ ისე იყავი, როგორც შენ გულს გაუხარდება. ჩვენ კიდე გვიყვარხარ და ძალიან დიდ პატვის გცემთ. პაატა გულიაშვილს გამომარჯოს! მადლობა! რა კარგი იყო ბიჭო, ეგე ტორტი ვის ეკუთვნით? იმა ტორტი ჩვენ ხაშლამა. ხო და დამისხით ბიჭო, მეც მათ გაგზელებინეთ კაცი რა. დიდში თუ პატარაში? დიდში და უში კაცო. ხო, არა. ენაცო, ნახე რა კარგი გაქვს. აჰა, დაგის დაჩიტოვიჩ. აპა რა ურაკრავე. მაშინ შენ დიდში დაგისხავ, მაროი პატარაში. ჩავავისხი ხოულეთის ლურჯავ. რა ქობულეთი რო გულები. რა საჭამე შენ, მე მაგაზე ვერ გამდი. არც მე არ გამდი. ქობულეთი, რა ქობულეთი მაგიდე და ჯერა უღანეთიდანაო ყურძენიო. მერე ქობულეთია რა ისა. რაია. არა, გურიაში кайღვინო. არის? ო, რავი, მე არ ვარ ნამყოფი. ბაღლარი ვარ. 4 მეტრა ნახევარზე, რა ქვია, ისა, რა ქვია, ოდე. იზაბელა. ოდეს არა. ხარკოვი. ო, ეგ. ბიჭო, ადესავიო.
ლექსათან თქო თუ ისე. მიდი ათუნა ბიჭო მაგას სხვა ბიჭო დაბადების დღეა კაცი შეულებრივი დღე კი არ არის ლექსატურა თქვა მაგრამ მაშინ ლექსად ვიტყვი მაგიდე დაცვა. დავაი დავაღარ. მიდი შემოგევლე თავი ძალა არ არის. კაიცო მის დავიშხო. აბა გისმენა მთხე. ბიჭებო ამ ყვები თქვენს აჰა. დედა ბიჭო. რა სიზამ თაპარა. ჩაბოდაია. მარა სიზამ. ყავრელებო. მაიტა რამე გამოუშვა ფონათა მიდი. აბა. ულვაშები გამშვენებს და გავხარ ქართველ მთავარ სარდალ. სხვას მე ვერაფერი გაჩუქებ. გადმოგიდან აჯავსანდალ. ვა! ერო მოგაბიტრაკა საქმე აჯავსანდალი. უკვე მეორე წელია შენთან ვარსუფ თაღვინოსვა. კიდე ცოტა ხანს გამიძელ დაბადების დღეს გილოცავ. ის თასია ძირფასო თოხზე ხშირად რო იხმარე რამდენი ლიტრაც გიხეთქავს იმდენი წელი იხარ. მადლობა. წლებ მალამ როგორც აღერხებ ამნა ოჭების გაქრობა. უკვე სახანძრო იხჭირდება ტორტზე სანთლები ჩაქრობა. არ მოგიშალოს ტვარი მუდამ გაშლილი მაგიდა მაიც რას უფრები იცი ხო ხედავ წასვლა არ მინდა. შენ არ გაგლია ძმაკაცი. შენ არ გაგლია ძმობილი. რა ხდება რო გიყიდოთ ახალი ავტომობილი. არაფერი რავია მე ჯიგერში რა ქვია შარში შვენა. ავტორს ხაშლამა გერჩივნა ეგრე გეტყობა კოჩიო. ეგრეა. კიდე კაირო არა თქვი ტორტი შაიჭერა. მინდა მეც გითხრა ძამია ერთი პატარა ლექსიო სანამ ხან მანამ შეგეძლოს ჭამალ ხერა და სექსიო. ქსავრელები და ჩვენ კიდე სანამ შენ გვერდით იქნებით არ მოგკლებოდე ძვირფასო სუფრა და რეიტინგი. ცვალე ჯიგრებო მიყვარხართ დიდი მადლობა. დღეი კარგა უნდა ჩაუჯდეთ და არ იქნება დანდობა. შემოგვიერთდე ის უყველა ვისაც სურვილი მოუვა აეხლა წავიდეთ შავბეროთ კეიფობ დედა მოუვა. ჩემო პაატა, ჩემო ძმაკაცო, კიდე ერთხელ ვინა მოგილოცვა დაბადების დღე და განამარტო მე მთელ ჩვენ შემოქმედების ჯგუფთან რუსთავი ორთან ერთად ვინა მოგილოცვა და ყველა გილოცვა. ასე არ გამოვავიო. მე ასე სადღაც ამბაზე ახდება ვერ გავიგე. გაცხელდა? ხოდა ყველაფერი იქნება თუ მაცლი ცოტა ხანი რა. ერთი წუთი ჩემო პაატა. შეგედა მიყიდა. სტუმრებმა უჩვენოთ. მოსვლა. გეგენაცვალეთ მე. ჩემო მეგობარო, ისეთი კარგი სიმღერა გვაქვს ჩაწელილი. დუეტი, რომელსაც თელი საქართველოს მღერის და უმღერის ყველა ერთმანეთს ჩვენც ისე არ მოვსულვართ, ასე რომ გიმღერით დღეს განსაკუთრებულად შენ ამ შეგენაცვალეთ, თუ ყველაფერი მზად არის, რაღა გვინდა აქ დავოსდით. შეგედა. დავიდა.